ტრადიციულად პასკების დასრულების შემდეგ წითელი სააღდგომო კვერცხი შეღების დრო დგება, რომლის სამზადისად მე წინასაღამოს ვიწყებ ან პარასკევს დილით ადრე. ამისათვის ეს დრო უნდა დანაყოთ ისე რომ გაიხსნას ღეროები, ასე დანაყული ენდრო უფრო კარგად უშვებს შემდეგ ფერს. მოათავსეთ ქვაფში, დაამატეთ სადღაც 2 ლიტრამდე წყალი და დადგეთ ცეცხლზე. ადუღებიდან უნდა იდუღოს სადღაც 9 საათი, ცოტა უნდა დაიკლოს წყალმა მოცულობაში და ფერი კარგად უნდა დაждდეს. ასევე დაამატეთ ხახვის ფოთლები, რომელიც მე დამაუწყდა, უბრალოდ არ მქონდა საკმარისი რაოდენობა. მეორე დილას ან მას შემდეგ, რაც გაგრძელდება ნახევარ თუ პარასკევს აკეთებთ, მოათავსეთ მასში გარეცხილი და შემოწმებული კვერცხები, რომ გატეხილი არ იყოს, დადგეთ ცეცხლზე და ადუღეთ ადუღებიდან 10 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და პირდაპირ გადავიღოთ ყინულიან წყალში. ხო, აქვე გეტყვით, ერთ სუფრისკოვზე ძმრის დამატება არ დაგავიწყდეთ, მას შემდეგ რაც კვერცხებს ჩაალაგებთ. და შედეგად მივიღებთ აი ასეთ ლამაზ წითელ ფერს. მე კი წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, ბედნიერი და მშვიდობიანი